ჩემთან ძალიან ხშირად დადიან მშობლები, რომლებსაც უკვე იმ 45 წუთში ვხედავ და დემონსტრირება ხდება იმისა, რომ აი ეს ზუსტად პირადი სხეულის დაცვის მომენტი მშობლებს არ აქვს და აძლევენ ხელსაც, აჰა, აქ მიკბინე, იქ მიკბინე, გაბრაზდი, ამ მიკბინე. ანუ ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი რამე. აუცილებლად ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ეს როგორც ათწნევად, ჩემი სხეული ჩემი ციხე სიმაგრეა. ამას ვეუბნები მე კონსულტაციის დროს ყველა მშობელს და მინდა თქვენც რომ კარგად გაიაზროთ რას ნიშნავს ეს. ჩემი სხეული ჩემი ციხე სიმაგრეა და მე არ მოგცემ უფლებას ნებისმიერი ძალისმიერი манипуляციით შეეხო იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენ ეს სიყვარულით გაქვს გამოვლენილი, ზედმეტი სიყვარულით ამას აკეთებ. ანუ ამ შემთხვევაშიც არ მივიღებ მე ამ ძალისმიერ манипуляციას. ხო? ჩვენ ვაჩვევთ ვაჟის შვილს იმისკენ, რომ შენ სიყვარულით ვერავის ვერ უჩქმეთ, ვერ დაარტყავ, ვერავის ვერ უკბენ. ხო? ეს არ არის სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვაჩვევთ ქალიშვილს იმას, რომ სიყვარულის გამო არ უნდა ითმინო არანაირი ძალისმიერი манипуляცია. ეს თავიდანვე პირველივე თვეებში, როგორც კი მოხდა ასეთი ფაქტი, იმ მომენტშივე საზღვარს ვავლებს და ვასწავლით, როგორც ჩემი სხეულის პატივისცემას გასწავლი მე, ისე შენ სხეულს პატივცემ. მე არ მოგაყენებ შენ შეურაცხყოფას ძალისმიერი რამე манипуляციით. მე არ შევეხები შენ სხეულს ისევე, როგორც არ მოგცემ უფლებას შენ შეეხო ჩემს სხეულს, ხო? ანუ მე არ მომწონს რომ შენ ჩქმეთ მე და არც მე პასუხად არასდროს არ გიჩქმეთ შენ.